ანადოლიძე ხალხისთვის პოლიტიკური ორგანიზაცია არ ღებულობს მონაწილეობას, როგორც აღნიშნეთ, ეს არის ხელშეწირვა, ამას არ ქვია არჩევნები და მე დარწმუნებული ვარ ერთ საკითხში, რომ მაინც ხალხის ერთადგომით, პოლიტიკური ორგანიზაციების გაერთიანებით აუცილებლად მივიღებთ საპარლამენტო არჩევნებს. ამის ერთ-ერთი ჩემთვის მკვეთრი გამოხატულებაა ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს დროებითი ადმინისტრაციის მიმართ, ევროკავშირის დამოკიდებულება დროებითი ადმინისტრაციის მიმართ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ შეცვლილია რიტორიკა ქართული ოცნების ხელმძღვანელობის მხრიდან, მე ესე მეჩვენება და ასე უყურებ ამ საკითხს და მგონია, რომ ხალხის ერთადგომით, საზოგადოების ერთადგომით საქართველოს აუცილებლად მიიღებს ახალ საპარლამენტო არჩევნებს. პოლიტიკური პარტიების რესურსი უნდა დაიხარჯოს იმაზე, რომ ხალხს გავაგებიოთ, თუ რა სიკეთე მოაქვს თითოეული ადამიანისთვის ევროპას, თუ რაც უდი იქნება უვიზო მიმოსვლის დაკარგვა და მთელი კონცენტრაცია უნდა გადავეტანოთ ამაზე, რომ ევროპული ღირებულებები დავიცვათ და ის უვიზო მიმოსვლა, რაც არის საჩუქარი ქართული ხალხისთვის, დარჩეს ქართულ ხალხს და აღსანიშნავია ერთი ფაქტი, უნდა იმუშაოს ყველა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ იმაზე, რომ დასანქცირდეს ქართული ოცნების მესვეურები და არავითარ შემთხვევაში ქართული ხალხი.